მოდი პირდაპირ ვთქვათ. ჩვენი ილია თოფურია ახლა ისეთ ტალღაზია მთელ მსოფლიოს აზანძარებს. მაგრამ როგორც ჩანს, ყველას არ სჯერა, რომ მისი ამბიციები რეალობასთან ახლოსაა. მოვსარ ევლოევმა, რომელსაც ენაზე კბილის დაჭერა არ სჩვევია, ილიას მიმართ საკმაოდ მწარე გაფრთხილება გააჟღერა. ევლოევი ამბობს, რომ ილიას სურვილი ავიდეს ზედაწონაში და ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდეს, მისი კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება. ევლოევის ლოგიკა მარტივია, მაგრამ სასტიკი. თუ ილია ამას იზამს და ისლამს დაეტაკება, ის ყველაფერს დაკარგავს, რაც აქამდე დაუგროვებია. ისლამის სხვა განზომილებაა, ის ძალიან დიდია და სხვა დონეზე ჭიდაობს. ეს უბრალოდ სულელური ნაბიჯი იქნება. აქ ჩნდება კითხვა, მართლა ასეა საქმე? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ილია მხოლოდ ფიზიკური ძალით არიგებს. მისი მუშტი ნებისმიერი 70 კილოგრამიანი მებრძოლისთვის ნამდვილი კოშმარია. ევლოევიც აღიარებს, რომ თოფურიას დარტყმა საშიშია. კი, ილიას მსუბუქ წონაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს. ჯასტინ გეიჯისთან რომ დააყენო, მაგარი ჩხუბი გამოვა და თუ კარგად მოახვედრა, გეიჯის ნოკაუტში ჩააგდებს. მაგრამ აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ისლამ მახაჩევი გეიჯი არ არის. ის არ შევა ილიასთან ღია გაცვლაში, სადაც ერთი შემთხვევითი დარტყმა ყველაფერს წვეთს. მახაჩევი არის ცივი გონება, გათვლილი სტრატეგია და ისეთი გრაპლინგი, რომელსაც ევლოევის აზრით ილია უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. ნუ თუ მართლა ასეა? ჩვენ საქართველოში ხომ ვიცით, როცა გვეუბნებიან ვერ იზამ, სწორედ მაშინ ვაკეთებთ ყველაზე დიდ საოცრებებს. თუმცა ევლოევი დარწმუნებულია, რომ მახაჩევი ის წერტილია, სადაც თოფურიას მატარებელი გაჩერდება. თქვენ რას ფიქრობთ? ევლოევს შური ლაპარაკობს თუ მართლა რეალურად აფასებს ძალებს? ხომ არ გონიათ, რომ ილიას სისწრაფე და ის წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა, რომელიც მას აქვს, მახაჩევის აკადემიურ სტილსაც დაანგრევს. ახლა კი გადავიდეთ მეორე თემაზე, რომელიც არანაკლებ ხმაურიანია. ჩვენი კიდევ ერთი ნაცნობი არმან წარუკიანი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მსუბუქ წონაში ჰაერი ელექტროენერგიით აივსო. წარუკიანი, რომელიც სისხლით სომეხია, მაგრამ რუსეთში გაიზარდა და ვარჯიშობს, ამბობს, რომ დღეს მსუბუქ წონაში LW-ში არავინ არსებობს, ვინც მას დაამარცხებს. ვინ მომერება? ვერავინ. არ არსებობს ადამიანი ამ წონაში, ვინც მე მაჯობებს. ამაში ეჭვიც არავის ეპარება. აცხადებს არმანი. ის ისე თავდაჯერებულად საუბრობს, თითქოს ქამარი უკვე მის სახლში იდოს. წარუკიანმა ისიც ახსენა, რომ ისლამი ახლა სხვა გზას ადგას. ზედაწონაში ასვლას გეგმავს და თითქოს ენერგიას აღარ ხარჯავს აქაურ დაპირისპირებებზე. დემეტრიუს ჯონსონის პოდკასტში მან თქვა, რომ ისლამი ძალიან მოთმინებით ელოდება თავის შანსს საშუალო წონაში, რაც არმანისთვის გზას ათავისუფლებს. არმანი 29 წლისაა, 23 მოგება აქვს და მეტგან 15 ვადაზე ადრე დაასრულა. ეს ხუმრობა არ არის. ის თავისუფალი ჭიდაობის ოსტატია და თან სერიოზული სტრაიკერი. მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება. ამ წონაში კონკურენცია ისეთია, რომ ერთი წამით თვალის დახამხემად და ბახ, ძირხარ. იქნებ არმანი ზედმეტად გათამამდა, ან იქნებ მართლა დადგა მისი დრო. მე პირადად ფიქრობ, რომ სანამ ისლამი ამ დივიზიონშია, მეფობაზე საუბარი ცოტა ადრეა. თუმცა არმანის ამბიცია პატივისცემას იმსახურებს. აბა მითხარით მეგობრებო, თქვენი აზრით ვინ არის ამ წონის ნამდვილი მეფე? ილიას რომ შეხვდეს არმანი, რა მოხდება? ეს ხომ ნამდვილი კავკასიური ომი იქნება ოქტაგონზე? დაწერეთ კომენტარებში, ვისკენ ხართ? მოდი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ მშრალი სტატისტიკა. მებრძოლები ხშირად ამბობენ, რომ წონა მხოლოდ ციფრებია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 66 კილოგრამიდან 70-ზე გადასვლა თან ისეთ მხეცთან საჩხუბრად, როგორიც ისლამ მახაჩევია, იგივეა, კლდეზე შიშველი ხელებით აცოцდე. ევლოევი რომ ამბობს, ილია ყველაფერს დაკარგავსო, აქ მხოლოდ ქამარს არ გულისხმობს. ის გულისხმობს იმ აურას, იმ დაუმარცხებლობის მითს, რომელსაც თოფურია ასე მონდომებით აშენებს. მაგრამ აბა დაფიქრდით, ილია თოფურია ის კაცი არ არის, რომელიც წაგებაზე ფიქრობს. როცა მას უყურებ, ხედავ ადამიანს, რომელსაც ჯერა, რომ ბედისწერა მის მხარესაა. ევლოევი კი თავის მხრივ შეიძლება ცოტა ეჭვიანობს კიდეც. ხომ ვიცით როგორ ხდება, როცა შენი წონიდან ვიღაც ასეთ სიმაღლეებზე ადის, შენ კი ჯერ კიდევ რიგში დგახარ, რთულია სიმწარე არ მოგერიოს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მახაჩევი ფიზიკურად სხვა მანქანაა. ისლამს აქვს ის სიმშვიდე, რაც ბევრს აკლია. ის არ ნერვიულობს, ის უბრალოდ მოდის და გგუდავს. და აი აქ შემოდის თამაში არმან წარუკიანი. მისი თამდაჯერებულობა ზოგჯერ ამ პარტავნებაშიც კი გადადის, არა? ვერავინ მომერევაო. ამას რომ ამბობ დივიზიონში, სადაც ოლივეირა, გეიჯი და პორიე ტრიალებენ, მინიმუმ დიდი გული უნდა გქონდეს. წარუკიანი ახლა 29 წლისაა. ეს ის ასაკია, როცა მებრძოლი თავის პიკშია. ძალა უკვე გაქვს. გამოცდილებაც დაგროვდა და ტრავმებიც ჯერ ისე არ გაწუხებს. მისი ჭიდაობის სტილი, ეს მასტევ სპორტის წოდებები თავისუფალ ჭიდაობაში, ხუმრობა არ გეგონოთ მეგობრებო. თუმცა არმანის სიტყვებში ერთი საინტერესო დეტალია.
ის ამბობს, რომ ისლამს აღარ უნდა ენერგიის ხარჯვა ამ წონაში. ეს რას ნიშნავს? ნუ თუ მახაჩევს მართლა მობეძრდა მსუბუქი წონის წმენდა, თუ უბრალოდ წარუკიანს უნდა რომ ასე დაგვაჯეროს, რათა თავისი გზა უფრო იოლი გამოჩნდეს. სიმართლე ისაა, რომ სანამ ოქტაგონის კარი ჩაიკეტება, მანამდე ყველა ეს სიტყვა მხოლოდ ჰაერის რხევაა. ჩვენ კი გულშემატკივრები ამ ყველაფრით მხოლოდ ვიგებთ. წარმოიდგინეთ, რა დონის ჩხუბები გველოდება თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ, ან წარუკიანი მახაჩევის რევანშზე. ეს ისტორიული მომენტებია. სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, ილიას რომ ჰქონდეს არჩევანი დაიცვას თავისი ქამარი ქვემოთ, თუ გარისკოს ყველაფერი ისლამთან, რას ურჩევდით? მე მგონია, ქართული ხასიათი მაინც რისკისკენ უბიძგებს. ყველაფერი ან არაფერი. ეს ხომ ჩვენი სტილია. შეგახსენებთ, რომ ვისაც გინდათ ნამდვილი ჩემპიონური ატრიბუტიკა, მაისურები და მაგარი ხარისხის ფორმები, აღწერაში ყველაფერია. არ გაუშვათ შანსი სანამ მარაგშია. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. იყავით ფორმაში, ადევნეთ თვალის სიახლეებს და გახსოვდეთ, ოქტაგონზე მხოლოდ უძლიერესები რჩებიან. აბა, მზად ხართ? გადავდივართ შემდეგ თემაზე, რომელიც ნამდვილ ბომბს ჰგავს. თუ აქამდე ილიაზე და არმანზე ვსაუბრობდით, ახლა ოკეანის გაღმიდან ისეთი ამბები მოდის, რომ UFC-ს გულშემატკივრებს სუნთქვა შეეკვრებათ. საუბარია მაიკლ მორალესზე, ბიჭზე, რომელიც ოქტაგონზე ნამდვილი ტაიფუნივით შემოიჭრა. ბიჭებო, გოგოებო, გსმენიათ ბოლოჯორი. მაიკლ მორალესმა პირდაპირ ეთერში ისეთი რამ თქვა, რომ მთელი ინტერნეტი აზუზუნდა. ამბობს, ივნისში ვჩხუბობდა თან თუ ღმერთმა ინება ქამარზეო. წარმოიდგინეთ რა ხდება. ტიპი პირდაპირ ისლამ მახაჩევზე მიანიშნებს. ივნისი კი UFC-სთვის ყოველთვის განსაკუთრებული თვეა. International Fight Week-ი ახლოვდება და ლას-ვეგასი ცეცხლის ალში გაეხვევა. მორალესი ისეთი მებრძოლია, რომელსაც ლათინო-ამერიკულ ძალას ეძახიან. მისი აღნაგობა, ის გრძელი ხელები და დარტყმის ძალა, მართლა მატარებელი ვითხვდება მტერს. როცა შონ ბრედის ეჩხუბა, ყველამ ნახა რა სტრატეგიულად მიუდგა საქმეს. სიმძიმის ცენტრი დაწია, რომ არ წაექციათ და მერე თავისი გრძელი ჯაბებით დაუნდობლად დაშალა მეტოქე. ახლა კითხვა ისაა, მართლა მზად არის ისლამისთვის? მახაჩევი ახლა ისეთ ფორმაშია, რომ მისი დამარცხება თითქმის შეუძლებლად ეჩვენება ბევრს. მაგრამ მორალეს აქვს ის, რაც ბევრს აკლია, სიგიჟემდე მისული თავდაჯერებულობა და უზარმაზარი დიაპაზონი. ისლამს უყვარს დისტანციაზე მუშაობა, სანამ პარტერში გადაგიყვანს, მაგრამ მორალესის ხელებს თუ გადააწყდა, შეიძლება გეგმა აერიოს. აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, UFC-ს იუბილე და ის ცნობილი თეთრი სახლის ევენთი, UFC კასაბლანკა, რომელიც ივნისშია დაგეგმილი. ამბობენ, რომ იქ 10 საჩემპიონო ბრძოლა უნდა იყოსო. ცოტა წარმოუდგენელად ჟღერს, არა? 10 ქამარი ერთ საღამოს, მაგრამ დანავაითისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ მართლა მახაჩევი და მორალესი დაეტაკებიან ერთმანეთს, ეს იქნება ნამდვილი ფეიერვერკი. თუმცა არის ერთი პატარა დაბრკოლება. არც ერთი მათგანი არ არის ამერიკელი. წარმოიდგინეთ, აშშ-ს 250 წლის იუბილეზე იმობენ და ოქტაგონზე რუსი და ეკვადორელი გამოდიან მთავარ ბრძოლაში. ცოტა უცნაურია, არა? მაგრამ UFC-ში ეროვნებას ხშირად მეორე პლანზე აყენებენ, როცა საქმე რეიტინგებს და ფულს ეხება. ამ დროს კი იან გარიც იქვეტრიალებს. ბევრი ამბობს, იანი უფრო მედიურიაო, მაგრამ მორალესი უფრო სახიფათო მეჩვენება. იანმა ბელალ მუხამედთან კი ბოიგო, მაგრამ რაღაცნაირად ბეწვის ხიდზე გაიარა. მორალესი კი როცა იგებს, ისე იგებს, რომ ითხვები აღარავის რჩება. მოდით გულახდილად ვთქვათ, ვინ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ისლამს? კამარუ უსმანი? კამარუ ლეგენდაა, მაგრამ მისი მუხლები უკვე აღარ არის ისეთი როგორც ადრე. იან გარი? იან სპარტეში ისლამი უბრალოდ შეჭამს კარტოფილთან ერთად, როგორც იტყვიან. აი მორალესი კი სხვა თამაშია. მას აქვს ისეთი რიჩ, წვდომა, რომ ისლამს შორიდანვე დააფიქრებს და თუ მახაჩევი გადაწყვიტავს, რომ სტრაიკინგში გაეჯიბროს, როგორც ვოლკანოვსკის თანქნა, მორალესმა შეიძლება ისეთი ნოკაუტი გამოუცხოს, რომ მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდეს. მოკლედ, ივნისი იქნება გადამწყვეტი. თუ მორალესის სიტყვები გამართლდა და ის მართლა ქამარზე იჩხუბებს, ჩვენ ისტორიულ მომენტის მომსწრენი ვღექნებით. ეკვადორი ფეხზე დადგება, ლათინო-ამერიკელი ფანები კი დაანგრევენ ყველაფერს. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? ჯერათ მორალესის შანსების, თუ გონიათ, რომ მახაჩევი ისლამაც ისევ გააგორებს, როგორც სხვებს. და საერთოდ, ვინ გინდათ იხილოთ მახაჩევის პირასპირ, ჩვენი ილია თუ ეს ეკვადორელი მხეცი? დაწერეთ თქვენი აზრი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ის მაისურებით შეამოწმეთ აღწერაში. ივნისამდე უნდა მოემზადოთ.